ხმაური ამ წუთებში თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გამგებლის ზურაბ წირტლაურისა და სარყებულოს თავმჯდომარის გიორგი მესტვერიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით დღეს დილიდან თვითმმართველობის შენობის პიკეტირება მოახდინა. სოფო GTS ვრთავთ ახლა თეთრი წყაროდან პირდაპირ ეთერში მისგან შევიტყოთ უფრო დეტალურად რა ვითარება არის რაიონში. სოფო გისმენთ. დილიდან ხმაურია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობასთან აქციის მონაწილეები გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მათ დილიდან მუნიციპალიტეტის შენობის შესასვლელი ჩაკეტეს და თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქართული ოცნების წევრების დანიშვნას ითხოვენ. აქ დილიდან მობილიზებულია პოლიცია. პოლიციამ კორიდორის გახსნა შეეცადა, პიკეტირების გახსნა შეეცადა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამ წუთებში პიკეტირება პრაქტიკულად მოხსნილია. გამგეობის შენობას კი საპატრულო პოლიცია იკავებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. იგივე ნაციონალების გუნდიდან დაუშვათ, რომ დაერქვას ამას, რომ ქართული ოცნების კანდიდატებს ვანაცვლეთ იძახიან ამას, ეს არის სრული აბსურდი, არანაირ ყვილი არის ყველაფერი. ისევ იმ გუნდიდან ანაცვლებენ ხალხს, რა გუნდიც ახლა შენობაში მუშაობს და ჩვენ გვინდა, რომ ორივე მხარე არც ისინი შეუშვათ ამას მოვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ არც მათმა დაიწყონ მუშაობა და ჩვენი მოთხოვნა არის კიდევ თვითონ ადგილობრივი გამგებლის გადადგომა. ამას ვითხოვთ და საკრებულოს შეცვლა. პოლიციას თავისი მოვალეობა აქვს. თავიდან ხო პატარა წინააღმდეგობა იყო, მაგრამ გავიგეთ ყველამ, რომ მაგათმა თავიანთი მოვალეობა უნდა შეასრულონ, არ შეუშალეთ ხელი, დაუთმეთ ის ადგილი, მაგრამ არ უშვებთ შიგნით თვითონ მუშა ხალხს, ვინც მუშაკები არიან. მე არ ვაპირებ გადადგომას. საკრებულოს თავმჯდომარეს თვითონ გითხრით. ჯგუფს ხარ დავიწყეთ. ძალადობას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეგვიშვებენ, შეგვიძლია მუშაობთ თუ არა. ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გამგეობის წინ კორიდორი გააკეთა, რის შემდეგაც თანამშრომლებს გამგეობის შენობაში შესვლის საშუალება მიეცათ. აქციის მონაწილეები კი გამგეობის წინ ისევ რჩებიან და ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს ისევ განაგრძობენ. დიდი მადლობა. სოფო GTS ვრთებოდა პირდაპირ ეთერში.